Ვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა მივესალმოთ ჩვენგან სიმსუბლ ქალბატონი ირინა სარიშვილი. ძალიან დიდი მადლობა ირინა, რომ მოახერხეთ მოსვლა ჩვენს გამოცემაში. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. ადრე სხვა ადრე უფრო კარგად ხდებოდი ხოლმე იქ ბენდი უკრავდა. მუსიკით, მარშით და იქ შემოდიოდი და ორი ამბავი დამხვდა მოკლედ რო ქირავდება დავაწერეთ ბენდს. ხო და ორი ამბავი დამხვდა, ერთი ცუდი და მეორე კარგი. ხო. ცუდი არის ის, რომ ბენდი ქირავდება. კარგი არის ის, რომ ჯერჯერობით შენ მაგიდას არ აწერია ქირავდებაო და ეს კარგი არის. ჯერჯერობით კაი ამბავია. როდის მაგრამ არ ვიცით როდის რა შეიძლება მიეწონოს, ხო? ვიცით. დიდი მიაწერონ 4 ოქტომბრამდე და ქირავდება. მე 4-ის მერე ბენდსაც დავაბრუნე. აკარია იმედიანი, აი ესეთი იმედიანი საუბრები მიყვარს მე ამ გადაცემაში. ესეთი და მინდა პირდაპირ 4 ოქტომბრით დავიწყო ახლა აქტიურად ხარ ჩართული. ესეთი აქტიური რა ვიცი სხვა პერიოდებში ნუ კი იყავით, მაგრამ ახლა ძალიან უფრო სოციალურ ქსელში ვიყავი აქტიური. 2012 წლიდან მე გარდა აი ამ სტატუსების და აი ესეთი ანალიზის და სარკაზმის და ასე შემდეგ და შენ გადაცემაში მონაწილეობის და როგორც ასეთი რომ რომელიმე საქმესთან ესე დაკავშირებული ყოფილიყავი, არა, ეს არის პირველი შემთხვევა, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე პირველად დავინახე რომ ვარ იქ, სადაც კეთდება საქმე და ეს საქმე აუცილებლად გაკეთდება. დღეს იმიტომ ეცინება ხოლმე ხანდახან რო ამბობენ, რომ ვაიმე, ხა 4 ოქტომბერი თუ არ გამოვიდა, მერე ნიჰილიზმი დაისადგურებს და ჯერ ერთი გამოვა 4 ოქტომბერი და მე ამას უბრალოდ ლოზუნგივით არ ვამბობ. და ეგეც რო გეგონოთ რომ არ გამოდის, ძალიან მაინტერესებს ერთი იმაზე უარესი ნიჰილიზმი, რაც ამ იდეის გაჩენამდე იყო. მე არ ვიცი, ნამდვილად არ მეჩვენება, ქუჩაშიც კი სხვანაირად დადის დღეს ხალხი, იგივე მეც სხვანაირად ხვდება და მე თვითონაც სხვანაირ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ დამიბრუნდა იმის რწმენა, რომ ჩვენ ყველას ერთად ბევრს შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა და ამისათვის არ არის აუცილებელი პარტიული ლიდერის, პარტიული ლიდერშიპის ლოდინი. აი ამ 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობას აქვს ერთი ძალიან უნიკალური ნიშანი. ამას არ ყავს, ამ რევოლუციას არ ყავს პოლიტიკური ლიდერშიპი, არ ყავს პარტიული ლიდერშიპი და იქ ვართ ყველა პროფესიის ადამიანი, აბსოლუტურად ცალ-ცალკე მოქალაქეები. ექიმიც, მუსიკოსიც, პოლიტიკოსიც, ყველა ერთად. და მე პირადად კი არა, ალბათ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა, რომ დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ამაში ლომის წილი მიუძღვის ლევან ხაბეიშვილს, რომელიც დააპატიმრეს, მაგრამ ძალიან გვიან იყო უკვე მისი დაპატიმრება. ეხა იზოლაციაშია მოქცეული, თითქოს არაფერი აღარ შეუძლია, არც კონტაქტი, არაფერი. აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, ძალიან დააგვიანდათ რუსული ოცნების წარმომადგენლებს, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა რამე აგვიანდებათ. ხო, რაღაცა თან ისე იყვნენ ამ ხაბეიშვილზე მიმართებაში განწყობილი, რომ აი რაღაცა ეს პერიოდი სულ აი რაღაცა კლოუნი და იცი რა, ამას მინდა გითხრა, რომ ანუ ფაქტიურად ადამიანი ჩასვეს ციხეში, თუ კლოუნია და თუ მასხარა და თუ ამის არ გეშინია, მაშინ რის გამოიჭე? ხო, გაიცინე გაატარა საერთოდ ციცილი, ხო? ხო, ესე იგი რაღაცა ხდება, რაღაცა ეგენი გაცინებულები როდის ვნახე, არც მახსოვს ისე. გახსოვს რომელიმე ოცნების წევრი რო იცინის, აი ამ ყობახიძე იცინის ხოლმე თავისებურად, რაღაცა თავის იმ ტანჯვის გამომხატველ გრიმასას თუ ვინმე სიცილს დაარქმევს, ეს არ ვიცი, მაგრამ მე არ ვიცი. ყველაზე კარგი არის საინტერესო ბრალი რა, სამ გედედეს თანამშრომელმა ტელევიზიით რომ ეს არის არაჩვეულებრივი რაღაცა. მოისმინა და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ქთამი შემოგთავაზაო და ჯერ ეს ერთი რას დაუძახეს ქთამი, ახლა დაუკვირდი ვანო რა. ადამიანი აკეთებს, მეც ახლა კიდევ ვიმეორებ ამ ეთერითაც, რომ მეც
200.000 გადავუხდი, ჩემ ხელში რო იყოს ბიუჯეტი, აგერა გიცხადებთ 200.000 გადავუხდი ბიუჯეტიდან, როცა ნორმალური ხელისუფლების ხელში იქნება ბიუჯეტი, იმ პოლიციელს, რომელიც არ ცემს არავის, არ დაასახიჩრებს, არ მოიქცევა უკანონო და არ შეასრულებს უკანონო ბრძანებას. ეს ყოფილა თურმე ქთამი. მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ხო ეხა ეძებენ უკვე სანთლით ეძებენ ამ ცრუმოწმეებს, ხო? მართლა აღარ არის იმდენი და ესე კარუსელზე რო დაყავთ, საარჩევნო კარუსელებზე რო დაყავდათ, ასე დაყავთ ეხა ეს ცრუმოწმეები ერთი პროცესიდან მეორეზე გადააჯენენ. მერე ერთი ორს აერია, სხვა პროცესზე სათქმელი სხვაგან თქვა და აქ იპოვეს ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამმა იგზნოთავი მარტო შეურაცხყოფილად დანარჩენები 5000-ია თუ 6. ხო და ეს არის მთავარი. თან ეს არის კიდევ ცოტა ესეთი აი ამ 4 ოქტომბრის თემასთან დაკავშირებით ცოტა ესეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომ ჩემთვის ეს გასაოცარი და გამაოგნებელი იყო წულუკიანის განცხადება პაატა ბურჭულაძეზე. წულუკიანმა რამით გაგაოგნა კიდე? ანუ ეს რაღაცა ის იყო, ხო პაატა ბურჭულაძე როგორ შეიძლება თქვა, რომ ხმა იცი რა არის ეხა ნუგოსცოლზე გაქვს ხო ლაპარაკი რო დავაზუსტო ეს ის წულუკიანია ხო შენ გიჩივის მე ხო რო არ გათხოვილა და ნუგოსცოლი როა ხო ნუ არა მაინც რო ვიცოდე რა რომ მე ჩემი მხრიდან ხომ უნდა ვაღიარო რომ თურმე ნუგოსცოლია რაღაცაზე გიჩივის აი ხა ეს არის ადამიანი თუ რაც ხვია რომელმაც იკადრა ის რომ ამის მეწამომაძახა რატო გადავრჩი ცოცხალი შეეხო ჩემ შვილებს ყველაფერს შეეხო რასაც ეხა გადმოვიდა პაატა ბურჭულაძეზე ეხება მის ასაკს და არა და პაატა ბურჭულაძე არაჩვეულებრივად გამოიყურება მართლა ახალგაზრდა ბიჭი ვით არის შეეხო მის ასაკს შეეხო ხმას და ბოლოს თქვა რომ აი იმ დროშასო მოხსნიანო და იმაში ფსიქიატრიულში რომ ხალათებია უკუღმიდან ჩააცმევენო ჯერ-ერთი თანამდებობის პირი რო სტიგმას აღრმავებს და ამას თავი დაანებენ ეს არის აი არც ვიცი ამას საერთოდ რა დავარქვა საერთოდ ეს ქალი ნუგოსცოლი არის ამ რუსული ოცნების ერთ-ერთი სახე კახა კალაძესთან ერთად ეს ორი ქალი-ქალია და კაცი-კაცია წარმოადგენენ ამის სახეს, თორემ თქვათ იგივე ყობახიძე საერთოდ არაფრის სახე არ არის. სახე არ არის, ყობახიძე არის თმა. ხო, ის არაფრის სახე არ არის, მაგრამ ეს ორი ადამიანი თავისი აი სიტყვა-პასუხით, მოკაზმულობით, ყველაფრით აი ხა სულ მახსენდება იგივე ეს კახი კალაძე წალენჯიხაში როგორ ჩავიდა წალენჯიხის ბიუჯეტით, ისა სამეგრელოს ბიუჯეტით. თავისი მანქანით რაღაცა ტანჯვის შემცველი სახე მე ვერ ვერკვევი ამ მანქანებში. ფერარი სტრადალე, ხო, სტრადალე, ეს ტანჯვა დავიმახსოვრე, მოკლედ ამ სტრადალეთ. ფერარი სტრადალე პლუს მისი ტრიკოს ფასი ეს არის თითქმის მთელი სამეგრელოს ბიუჯეტი. ჩავიდა წალენჯიხაში, სადაც წყალი არ მოდის, წყალს ჩაასწრო, იბანავა, იქ ყველას დაანახა. ყველაფერი მოკლედ რის დანახებაც სურდა, ჩამოვიდა კმაყოფილი. არ იცი რომ მე რას ვხდი. რატო უნდა გააკეთოს თანამდებობის პირმა ეგეთი მართლა მაინტერესებს ეს არის აღზევებული მდაბიოების ხანაში ვარ ჩვენ ადამიანი რო ხარ ქაჯი და რო ხარ მდაბიო მაშინ არ იცი სად რა ჩაიცვა აქ ფასზე კი არ არის ლაპარაკი სად რა თქვა ვის რა უპასუხო როდის შეიგინო როდის არ შეიგინო როდის გაიცინო როდის მარტო ლს გამაგრება არ არის კაცო ანუ ეგ არ არის თლაც ყველაფერი ხო ეს რაც შეეხება ქოცურ მხარეს მაგრამ არსებობენ კიდე ეგრეთ წოდებული ყოფილი ქოცები ხო ეგ ცალკე ხო და მე და შენ ხო უკვე მე რამდენი გადაცემაში უნდა გავიმეორო რომ ქოცი ეს არ გახლავთ პოლიტიკური მიმდინარეობა ქოცი არის ადამიანის მენტალური მდგომარეობა
ეს მენტალური სადაც არ უნდა წახვიდე ამ მენტალური მდგომარეობით დარჩები მაინც ქოცად თუნდაც ოპოზიციაში თუნდაც ოპოზიციაში ავიღოთ ხუხაშვილი რომელიც ახლა დარწმუნებულია რომ იყო ქოცი და აღარ არის ქოცი ხო კი ბატონო სანამ ისევ გადაწყვეტდა რომ ექსპერტობას დაუბრუნდეს რაღაც პერიოდი ეთყობა სარკეში იყურებოდა თავის თავს ათვალიერებდა და გადაწყვიტა რომ კვერცხის ბიზნესი წამოეწყო ეთყობა სარკემ უკარნახა ეს რომ შენ დროა დაიწყო კვერცხის ბიზნესიო მაგრამ ვერ გაიგო ერთი რამ რომ იმისთვის რომ კვერცხის ბიზნესი ააწყო კვერცხი უნდა გქონდეს კი არ უნდა იყო ხო და ამიტომ შესაბამისად ეს ბიზნესიც ჩაუვარდა ეხლა დაიწყო ექსპერტობა და ისეთი რამ გვითხრა რომ სამჯერ გადავახვიე ვანო ჩვენ უნდა ვთხოვოთო ბატონ ბიძინასო ხო რომ გააყალბოს არჩევნებიო რომ მე ამ გაყალბებულ არჩევნებზეო ავტეხოთ ამ პარიო გამოვიდეთ გარე ანუ ეს იქნება ჩვენი ის ხო გაბრაზება უნდა ვთხოვოთ ბატონ ბიძინას რომ გააყალბოს არ კიდე გავიმეორებ ვინც ვერ გაიგო ესე იგი ხუხაშვილი თulis რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ვთხოვოთ და მასთან ერთად გახარიაც რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ვთხოვოთ რომ გააყალბოს არჩევნები აკამდე რასაკეთებ არ აყალბებდა აქამდე ეხლა უნდა გააყალბოს აკამდე ყველა არჩევნები განსაკუთრებით არაჩვეულებრივად ისმის ეს გახარიასგან რომელსაც თავი ასევე ყოფილი ხოცი გონი არ მე მგონი საერთოდ ფიქრობს რომ ხოცი არც ყოფილა იმიტომ რომ რაღაც ისე იბრიქება ამჯერად ბერლინში გაქცეული ხო და პატიმრობას და ასე ვთქვათ და თავდაღწეული რომ გეგონება რომ არა კაცო ეს რა მოხდა მერე ხო არ გახარია გვეუბნება რომ ესე იგი რამდენიო 20%-მდე რო ჩამოვაო ოცნების რეიტინგიო აი მერე შემოვა სადღაც 2030 წელს ფიქრობს მისი გამოთვლებით. კი მეტი კიდე. ხო მეტი ალბათ ხო? და თან ისიც ესე თulis რომ არჩევნების გზით უნდა მოვიდეს. ლაპარაკია იმ კაცზე რომელმაც თუ მეხსიერება არ მღალატობს, 3 არჩევნები მაინც გააყალბა. თვითონ გააყალბა თან. თვითონ. იგი მაშინ ხო ის. ანუ კი არ მოიგო არჩევნები გაყალბების გზით, თვითონ გააყალბა. ხო. ეს ადამიანი ხა ჩვენ გვასწავლის, რომ ესე იგი არჩევნების გზით უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში. არჩევნებით უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება. თან იქიდან იქნებს თითებს. გავიდა ამ პროპაგანდის დრო. ხო. უკვე ყველაფერი ვიცით. რატო გაჩნდა ნიჰილიზმი ხალხში? გაჩნდა იმიტომ, რომ აშკარად მოქმედების მოთხოვნილება იყო დიდი ხანი უკვე ყველა ადამიანში და ამ მოქმედების სანაცვლოდ ჩვენ ვიღებდით პერფორმანსებს თავისთავად ყველაფერი ძალიან კარგია ზომაზე. ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოებით არ გავდივართ, ეგ არის რა, ხო. ხო და ვიაროთ ამ დემოკრატიულ ჩარჩოებში, ანუ კაზინოში შულერთან შევდივართ საჭადრაკო დაფით, სათამაშოდ და იმას ჭადრაკს ვეთამაშებით, მაშინ როცა იმისთვის ჩვენ ფიშკები ვართ. ხო. როგორც კი გადმოვათრიეთ ჩვენს მოედანზე პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი ისე შეეშინდა, რომ კლოუნს რო ეძახდა ლევან ხაბეიშვილს ის დაიჭირა. ხო, თან ესეთი ისე შეეშინდა რომ ფულის აკრება დაიწყო. თავისიანებისგან, ახლა ვინმე შეჯერა რომ 600-700 მილიონი დოლარი და ევრო კიდე რამდენიმე არ მახსოვს რამდენი იყო, ნუ აუხრო იმას მახსოვრება ღარიბაშვილს უფრო ზუსტად. აი ამდენი მილიონი ვინმეს ჯერა იმისი რომ ეს ყველაფერი უცებ მოხდა და ახლა გაიგო? არა, ეს უკვე თავის ფულს იბრუნებს, რამდენადაც შეუძლია, ხო? მივაქციოთ ასევე ყურადღება, რა მდგომარეობაშია კახაკალაძე, მისი შტაბის, რუსული სპეცოპერაციის შტაბი. ხო. თვითონ რო საარჩევნო შტაბი გონია, მისი დიდი გადიდებული სურათით. რა ხელა ხო? და დარაჯობენ, პოლიცია დარაჯობს. ნახეთ რა ხდება.
პოლიცია იცავს ამ პლაკატს. საოცარი, ეგეთი რაღაცა. ახა კალაძეს იცავდნენ ტიტუშკები და არა პოლიცია. ხო, პოლიცია იდგა. კი, იმიტომ პოლიციას მოხვდა ამ ტიტუშკებისგან ზოგს წყლიანი ბოთლი, ზოგს გინებაც, ზოგს ყველაფერი. ხო, ანუ რადგანაც ახლა შენ აქტიურად ჩაერთი, ხო? ბევრი აი რაღაცა ჭორი ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე რა, შენზე მაგალითად რომ რაღაცა ფულს იღებს და ფულს ჭამს და აი რაღაცა ეგეთი მე შევთავაზე ერთხელ აი ესე ვინც ეს ინფორმაციების მივცელებდა ერთ-ერთს უთხარი რომ მოდი მეთქი და გაგიყოფთ ხო ამ ფულს ხო და შენი არაფერი არ მინდა შესატანაო ხო ანუ გაყოფა არ მოინდომა მაშინ მეთქი გისურვებ რომ ზუსტად იგივე ფული გქონდე ის რაოდენობა გქონდეს რაც მე მაქვს მეთქი და ამინო მეთქი გისმინოს ანუ ვერც მიხდა რომ დავწყე ძალიან რაღაცნაირად საწოდავი ხალხია ეგენი რა აი ძალიან საწოდავი ხალხია მაგრამ პოსტი ვნახე ერთი ცოცხალი ტროლის გაიცა ხო არა ნუ საერთოდ ესე ხალი მოდის ხო ეს ავტობუსის გაჩერებაზე ვდგევარ, ჩემი გამჭირვებია ბავშვებთან მაგვიანდება, რომ უნდა მივაკითხო სკოლაში და მოდის ეს დამარტყა ერთი წრე, დამკურუგა. მოდის და ნუ უკვე უკან დავიწიე, იმიტომ რომ აშკარად ესე თვალებში არბალეტები ქონდა ორივე თვალებში, ესე სროლა პირებს თვალები და მახინჯი მეგონება, ისა დაგიწერეო რომ მახინჯი არ ყოფილხარ, მახინჯიო, მაგრამ მაბნებელი და ბოროტი ხარ, ეს როგორ თქვა, იცი, აი გველეშაპირო ცეცხლს გამოუშვებს პირიდან, აი რაღაცა რომ უნდა დაიწვა მე ცეცხლში. ხო, დაიფერფლოს. ხო და მე მაინც პირველი ნაწილი ისე მომეწონა, რომ არ ყოფილხარ ხო ესე ჩემი სილამაზე რომ თავი დავანებე მავნებელზე და იმაზე აი ჯანდაბას ვიფიქრე მეგონოს აი ესეთი ხალხია ეს განტროლვა გაგიგია განქოცება ეხლა განტროლვაც დაიწყო ანუ ხალი მოვიდა პირდაპირ და ტროლი ვარ უთქვამს მაგრამ სახელი და გვარი არ მკითხო ხო ანუ რა უნდა კითხო იცი აი ამ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით შენ აქტიურად ხარ Facebook-ში და ანუ როგორ ფიქრობ ანუ გააქტიურებულია თვითონ ეს პროპაგანდა ტროლები ძალიან გააქტიურებულები არიან აი ხა მე აი ამ ჩემ რილსებზე სადაც განსაკუთრებით აქტიურობენ რომელსაც ძალიან ბევრი ნახვა აქვს თქვა სადღაც 220,000 როაც და ნახვა იქ უკვე 500 ტროლი ჩართეს ჰაჰებით და ბრაზის ნიშნით მაგრამ ყველა ტროლი არ არის ანუ ხაი რეალური ადამიანი ერთი დავიჭირე რეალური დავიჭირე გამოვფინე დავთაგე შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ სამის გარდა რა თქმა უნდა ვინც შეურაცხყოფილია 200,000-ით დანარჩენები დავთაგე რომ ესე იგი მიმიხედეთ ამ კაცს მეთქი მე მუქრებად ხო ის შემომივარდა ჯერ რომ ვირამდე ისევ გინება დაიწყო ისევ მუქარა და ჩემებს მიუმართე კომენტარებში რა რომ ამას გააგებინეთ ეთყობა ამ საწყალმა არ იცის რომ ხოცებმა ერთმანეთის დაჭერა დაიწყეს უკვე მეთქი და მომენტალურად დამბლოგა იმას ეგონა დამემალა ანუ ხო გესმით რა ხდება ეს კიდე ცალკე თემა რა ხდება ხოცებში ეს ერთმანეთს დაერიენ ხო ეხა ის ხოციც მშიერია რა ვინმეს გონია რომ ხოცი გააძღეს მით უმეტეს ამომრჩეველი? არა, ხო. სადა. მაგრამ ეხა იქ ჩინოვნიკები, სადაც ზოგი ხელფასზე ცხოვრობს და ამ ხალხმა უცებ დაინახა, რომ ხვირწინ ამდენი 100 მილიონობით დოლარი და ევრო ტრიალებს მათ თვალწინ. ამდენითან. ესეთი დონის კორუფცია სად ოდესმე გახსენდება საქართველოში. აი ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი იყო. აი მაგალითად პირდაპირ ქარხანა რო ქონდა დაშენებული სპირტის და პირდაპირ ცნობილი ბრენდის ვისკებს ჩივას რეგალი, არაყი, გრეიგას, გუსი, ხო ბელუგა, ესენი ხო. ეგ კიდე ცალკე თემაა. იმიტომ რომ ეს კანდელაკი რო დაიჭირეს, ხო, ესე იგი ჯერის კლინტიანირძე თუ რაღაცა გვაჭამეს, ხო, რაც მართალია. მე ვიღაცას ეწერა ძალიან ბევრი ვიცინე, აი ამ კლინტიანირძეს რო ვინელებდითო და ალკოჰოლით რო გულს ვიოხებდითო აღმოჩნდა რომ სვამთო.
ესეც ის აღმოჩნდაო და მაგრამ ყველაზე სასაცილო იყო სულ ცოტა ხნის წინ კანდელაკის დაპატიმრებამდე ლალი მაროშკინა ჩვენეს ხო რომელსაც ეკითხება ჟურნალისტი რომ ამდენი ახალგაზრდა დაპატიმრებულია აი ესე უაპელაციოდ შემიძლია დაგამშვიდოთო რომ საოცარი ციხეები ავაშენეთო საოცარიო აი ეს ნამდვილად შემიძლია და აბა მეო ახლა მოსამართლე ხო არ ვარო ეხა კანდელაკი დაამშვიდოს საოცარ ციხეში ეხლა არის გაბრაზებული რომ ეს უდანაშაულობის პრეზუმპცია მოითხოვა კანდელაკზე 20 წლის ბავშვებზე ცხვირპილ დალეწილებზე რომლებსაც ჯარიმას უწერენ და დაპატიმრებული ყავთ და მზია ამაღლობელზე რომელსაც სილის გაწვნისთვის და ნინო დათიაშვილი აი ამათზე არაფერი და კანდელაკი დამნაშავეები იყვნენ ხო კანდელაკი რომელიც აი თურმე ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ვისკის როგორ გვასმებდა თურმე როგორ გვაკიდე კაი მაგაცას არაფერს არ ვსვამდით ოკეი ესეთი ხუმრობებია სადა ორი ვისკია გორის ჩივას რეგალია თუ გორის ჩივას რეგალია თუ შემოტანილ ნაღდი ეხა წულუკიანი აი ამ ეპიზოდს მოусმენ და დაწერს ხო ვამბობდი ლოთბაზარა ხო არა მაგას კორუფციაზე რო გითხარი ხო ანუ ყველაფერი რო აი ამ ერთ კვირაში აღმოაჩინეს ეგ არის ყველაზე კი არაფერი ამ ერთ კვირაში თურმე რეები ხდება მე მინდა მივმართო აი ხა მინდა იმ ადამიანებს მივმართო რომლებიც მოდიან 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ხო დამატებითი სამოქმედო გეგმა და ლოკაცია მე გამოცხადდება როგორც თქვით მაგრამ აი ბოლომდე რაღაცაში შიშის მაგვარი მაინც აქვს აი რა იქნება აი როგორ იქნება მეგობრებო აგერ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა რომ ცუდად არის მაგათი საქმე და თავისიანების ფერთხვა დაიწყო და ჩვენ რაჭერი დაგვემართა რო არ ასე რომ დაიჯერეთ თქვენც რა კენიეთის სტატუსი მომეწონა კოცებო ისე ვიზამთო რომ 4 ოქტომბერს არა ხო ნუ ეხა კაცო ამათ რო დავამხობთ მშვიდობიანად ხო და უკიდურესად მშვიდობიანად ყველა ამათმა თუ დაიჭირეს 1-2 კაცი დაგვიტოვეთ მაინც დასაჭერი ნუ ხალხი არა ხართ იმიტომ რომ მე მგონი ამათ მართლა ისე შეეშინდათ თქო ვიძახდი რომ თავისით იმხობენ მშვიდობიანად თავს ასეთი მშვიდობიანი დამხობა ვინმეს უნახავს მე მქონდა ესეთი სხურობა რომ ანუ მე მგონი თვითონ ისე დაერია ბიზი ამ თავის სიმებს ვისაც ფულები აქვს ნაჭამი რომ მე მგონი იმათ უფრო აწყობთ ეს მშვიდობიანი დამხობა ხო რეალურად იმ ჯინოვნიკებს უფრო აწყობთ ბოლომდე ხანუ ჩაუღრმავდებით ყველაფერს სულ რამოდენიმე დღე დაგვიშა კი ხო ერთი ის არის რომ აი ხა მაგალითად ზოგი ხო არის რომ შორი ახლოს იყურება რა ეგეთი ადამიანები ხო არის შორი ახლოს იყურება თან უნდა რომ აი ესე თქვენ ხალხმა გააკეთოს ეს ყველაფერი და მე უკვე მზამზარეულზე მოვიდეს ერთმა დამისვა კითხვა რომ აი პატიმრებიო 4-შივე განთავისუფლდებიანო და 5 დილა გაწყობს მე ვთქვი გაგიჟება შეიძლება რა ესე ზოგი ისეთ კითხვებს გაძლევს აი რომ აი ეს გექნება ის გექნება ეს გექნება ხო მაშინ მოვდივარ და აი ეს მაგსენდება რა ის ანეკდოტივით იყო ის ანეკდოტი არისო მართლა მოხდა ეს გაცნობის საიტზე ტიპი წერს რა რომ ვეძებ შვილიან სახლიან სამსახურიან ხელფასიან კიდე არ ვიცი რიან მანქანიან ქალსო და ვიღაც უწერს რომ და ჩუსტები გაახსნაო არა იმიტომ აი ეს არის ახლა ზოგი რა ასე დგანან და კითხვებს მისვამენ რომ აბა რომელ საათზე გამოვა ეს პატიმარი რომ კარგით რა ხავ კაი ინა ძალიან დიდი მადლობა ბოლოს კი ხო არ გიდა რამე ესეთი ჩაულებრიათ ხო რა ვიცი ახლა მე მინდა აი ყველა ვინც მისმენს ზუსტად იცოდეს რომ 4 ოქტომბრის დასაწყისის და 4 ოქტომბრის დასასრულის დამოკიდებულია ჩვენზე ხალხზე ეს არ არის პარტიული ლიდერშიპის და პოლიტიკური ლიდერშიპის აქცია ეს არის ხალხის აქცია როგორც გითხარით და
დამოკიდებულია კიდევ იმაზე, რომ ჩვენ უკან არ დავიხიოთ, ვინც წინა პლანზე ვართ გამოსული და საჯაროდ ვაკეთებთ მოწოდებებს, საჯაროდ ხსნით რაღაცებს, არც ერთი ჩვენგანი უკან დახევას არ აპირებს. არც ერთი ნაბიჯით, არც ერთი წამით. ძალიან კარგი არაჩვეულებრივი სიტყვა იყო. მე ვიცი და უკვე ბევრი ხმა მომდის, რომ იმაზე მეტი ადამიანი იქნება, რაც ოდესმე გამოსულა. ეს ინფორმაცია მაქვს და ეს შფოთვა თვითონ ხელისუფლების აქედანაც მოდის. მე ასე ამას შფოთვას ეძახი. ეს შფოთვა, მე შევარბილო შფოთვა და საყვარელი სიტყვა თქვი, შფოთვა. ხო, შფოთვა და ფორიაკი. მოდი ესე დავარქვათ. ფორიაკი 4 ოქტომბრის ფორიაკი, ამიტომაც აქვს ჩვენს ხელისუფლების სიტყვა თავში ფორიაკით სარმე მეტება, აი რა. კიდე რა ხო რავი. უარესი მინდა რომ თქვა. თქვია მაერე ტუტუტუს და არ დავადე მიდი არა და მიდი თქვი და დავამთავროთ მაგით დავამთავროთ. ოლეოლა კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ირინა სალიშვილი, ძვირფასო ტელემაყურებელმა ამით ჩვენი განაცემა დასასრულს მივახლოვდა ერთმანეთს შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ნახვამდის. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.